დიდი სამამულო ომის დროს ტყვეჩავარდნილებზე, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ, გერმანული ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში ერთჯერადი დახმარება 300 ევროს ფარგლებში გაიცემა. თეა იოსელიანი გვიამბობს. გერმანული ორგანიზაციის კონტაქტის ოფიციალური პარტნიორი ქართულ-უკრაინული ასოციაცია მეგობრობა სამამულო ომის დროს გადარჩენილ ყველა იმ ცოცხალ ტყვეტყოფილებს გასცემს ერთჯერად ფულად დახმარებას, რომლებსაც მსგავსი ტიპის დახმარება 2007 წელს არ მიუღიათ. ოზურგეთის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსი ილია ლეჟავა, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკის შესაბამისად ასეთი ოზურგეთის მასშტაბით სულ 11 ადამიანია. მათ შორის 10-მა მსგავსი პროექტის პირველადი განხორციელების დროს მიიღეს ფულადი დახმარება 300 ევროს ოდენობით. მაშინ სიაში გამორჩენილი გრამიტონ ცერცვაზე კი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს აღნიშნულ დახმარებას. ილია ლეჟავა ასევე აცხადებს, რომ შესაძლებელია ამ სტატისტიკას კიდევ რამდენიმე შეემატოს და სწორედ ამ მიზნით სოფლის რწმუნებულებს უკვე დაეგზავნათ მოთხოვნები. თავიანთ სოფლებში ტყვეტყოფილების მონაცემების და დამადასტურებელი საბუთების სრულად მოძიების კუთხით. ლეჟავას განცხადებით შედარებით რთულდება ასეთი პიროვნებების ქალაქის მასშტაბით მოძიება. ამიტომაც მოუწოდებს მოსახლეობას კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში სამხედრო სამსახურს მიმართონ. ჯერობით ერთი მოვიკვლიეთ, ეხლა სოფლის რწმუნებულებს ვთხოვეთ ჩვენ დაგვეხმაროთ მოძიებაში და ველოდებით. ორშაბათს ეს უნდა იყოს ყველაფერი ჩემთან ამათი საბუთები. ერთი ამოგებულიანის პირადი საქმე აკმიდებს. იქ ჩვენ კიდევ აქ ომის ვეტერანთა ეს ასოციაცია, მისი პრეზიდენტია რეზო სალუქვაძე, იმათაც ვთხოვეთ ეგ და მუშაობთ ამაზე. უკვე მოძიებული და საბოლოოდ თავმოყრილი ინფორმაცია მომავალი კვირის ორშაბათს ასოციაციის პრეზიდენტს ნუგზარ ანდღულაძეს გადაეცემა, რომელიც თავად ეწევა ოზურგეთს. ჯანმრთელობის სამედიცინო საინფორმაციო ცენტრი ქალაქ ოზურგეთში სააქიმო სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში 29 ივლისს გაიხსნა. თეა იოსელიანი მოგვითხრობს. ევროკავშირისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს უფასო კონსულტაციებით, ფინანსურად ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურებით უზრუნველყოფს, ასევე მიაწვდის სრულ ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. დაინტერესებულებს ასევე შესაძლებლობა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია და პასუხები ყველა მათთვის საინტერესო კითხვებზე აღნიშნული ცენტრის ვებ გვერდზე მიიღო. გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ის ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ, რომელთაც აღნიშნულ ცენტრში კონკრეტული მიმართულებით გადამზადების მიზნით ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ და შესაძლებლობა იძლევათ უკვე თვითონ შეხვდნენ თანატოლებს და მათთვის სემინარებიც ჩაატარონ. აღნიშნული პროექტის მიზანს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგრადი გაუმჯობესება წარმოადგენს. ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი კი ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურებისადმი ხელმისაწვდომი გაზრდაა. პროექტი, რომელიც უკვე ფინიშისაკენ მიდის და რომლის შექმნაშიც ევროპარლამენტარები იღებენ მონაწილეობას, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში თანაბრად ხორციელდება. ჩვენს ქვეყანაში ის უკვე 3 წელი არსებობს. მის ფარგლებში რეგიონულ ცენტრებსა და ქალაქებში დაგეგმილია მსგავსი ტიპის კიდევ 21 სამედიცინო საინფორმაციო ცენტრის გახსნა. ადგილზე ცენტრს მეან გინეკოლოგი ნატო ვაშაყბაძე უხელმძღვანელებს. მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას, რომ მათ ზოგ შემთხვევაში უფასოდ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება შეღავათიან ფასებს პირობებში, მიიღონ სამედიცინო მომსახურება, რომელიც მათ ჭირდებათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე უფასოდ კონტრაცეპტივები, მიიღონ ასევე თქვათ ჩაუტარდეთ დიაგნოსტიკური გამოკვლევები და ასევე უფასოდ მიიღონ დაუშვათ მათთვის საჭირო ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მასალებით მოწოდებული, სადაც მათ შეუძლია გაეცნონ ამ ყოველივეს და თქვათ არის კომპიუტერული ტექნიკა, მათ შეუძლია დასწრენ მობრძანდნენ ხოლმე აქ გვაქვს ვებსაიტი, სადაც მათ სპეციალიზირებული ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ, შეიძლება კონსულტაციები თქვათ ექიმებისაგან, ჩაერთონ იქ ინტერაქტიული არის ეს საიტი და ფორუმებში და იბრძოლონ და ისაუბრონ თემებზე, რაც მათ აინტერესებთ. პროექტი არის 5 წლიანი და რაც მთავარია უფასო სამედიცინო გამოკვლევა, ეს არის ბედაცე, ჰეპატიტზე, შიდსა და სიფილისზე. ისინი გადაიხდიან მხოლოდ მომსახურების თანხას და არა რეაქტივების. ეს გარკვეულწილად ეს საკმაოდ დიდი შეღავათი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ტესტ სისტემები საკმაოდ ძვირად ღირებულია და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მოგმართოს ჩვენ ცენტრს და მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ დღეებში გადაცემა SMS მანია პირდაპირ ეთერში საიუბილეო თარიღი არსებობის 1 წლისთავი აღნიშნა. ჩვენი სიუჟეტი.
ერთი წელი არის ტელეკომპანია გურიას ეთერში გადის მუსიკალური გადაცემა SMS მანია. ახლა უკვე ყველასათვის ნაცნობი გადაცემის შექმნა ერთი წლის წინ უამრავ შრომას და ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ იდეის ავტორის და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის თანადგომით განხორციელებული პროექტი დღეს ტელემაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. გადაცემის დაარსებიდან 154 პირდაპირ ეთერი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა და ენერგიული წამყვანები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს მაყურებლების მუსიკალური განწყობისთვის ზრუნავენ. 29 ივლისის SMS მანია კი მაყურებლის წინაშე სრულიად განსხვავებული ფორმატით წარსდგა. ეს იყო საიუბილეო საღამო, სადაც მაყურებელმა უამრავი მოულოდნელობა, სასიამოვნო სიურპრიზი და გადაცემის ყველა წამყვანი ერთად იხიდა. უკვე კარგად ნაცნობი ძველი და ახალი სახეები მონაცვლეობით ულოცავდნენ ერთმანეთს იუბილეს, ყვებოდნენ თავიანთი პირველი ნაბიჯების, განცდების, კურიოზებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებულად აქტიურები იყვნენ ტელემაყურებლები, რომლებსაც პირველად გადაცემის ისტორიაში ეთერში დარეკვისა და წამყვანებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. ხალხის ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა, რეკავდა უამრავი ადამიანი, მოლოცობით, კეთილსურლებით და სხვადასხვა წინადადებებით. ყველაზე ამაღელვებული და ემოციურად დატვირთული აფხაზეთის საზღვრის ტერიტორიიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი იყო. გვენატრებით, ძალიან გვენატრებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ გვენატრებით, ჩემო კარგო, ჩვენ ძალიან მაგარ გვეყავს. მოწამყვანებსაც ხედავ ხშირად, ბიჭის მომეკითხე. გადაცემის დასასრულს პირდაპირ ეთერში საიუბილეო ტორტიც გაიჭრა და ძველთან ერთად ახალი სამუშაო წლის სადღეგრძელო დაელია. დღევანდელი ეთერი ეძღვნებოდა და არის ჩვენი ერთი წლის და ერთი დღის იუბილე. ექსკლუზიურად კონტენტი საიმასტორი. ოზურგეთის მერცხალმა შინ ბაქოს ნეფთს უმასპინძლა და ანგარიშით 4-0 დაამარცხა. გიორგი დოლიძე განაგრძობს თემას. მატჩი ამ ხანაგურ სახეს ატარებდა. თამაში საინტერესოდ დაიწყო. პირველივე წუთებინავე მერცხალის საგრძნო უპირატესობას დაეუფლა. პირველ 10 წუთში 2 საგოლე მომენტი შეიქმნა მოწინააღმდეგის კართან, რომელიც მცირე მანძილით აცდა კარს. პირველი ტაიმის ბოლოს რუბენ ჭეიშვილის ჩამოწოდებული ბურთი გია მაკასარაშვილმა თავით გაიტანა. პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. ოზურგეთის მერცხალი სრულ უპირატესობას ფლობდა. 56 წუთზე პენალი დაინიშნა ნეფჩის კართან, რომელიც დავით სურგულაძემ გოლად აქცია. მეორე გოლის გატანიდან 7 წუთში სერგო ჩიკოგიძე მანგარიში 3-0-მდე გაზარდა. ტაიმის ბოლოს ბაქოს ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს ოზურგეთელთა კართან, მაგრამ მერცხალის მეკარე მოწოდების ადგილზე დახვდა. თამაშის 53 წუთზე დავით სურგულაძე დუბლი შეასრულა და 4-0 მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, რომელშიც ოზურგეთის მერცხალი პირველ ლიგაში გადავიდა, გათამაშება 21 აგვისტოდან დაიწყება. ეს მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო ბაქოს ნეფჩისთან თამაში, ეს არის პირველი ლიგის გუნდი, რომელმაც კარგი სპარინგ პარტნიორობა გაგვიწია. შემდეგი მზადების ეტაპი გვექნება 31 მეჩი ურეხში, ვეთამაშებით ნორჩი დინამოელს და 3-ში 3 აგვისტოს სახში ვეთამაშებით კახა გოგიჩაშვილის გუნდს 34 საშუალო სკოლას. ეს არის ჩვენი მზადების ეტაპი და ამ ეტაპიდან გამომდინარე დაკომპლექტდება გუნდი, რომელიც მიიღეს მონაწილეობას პირველ ოფიციალურ თამაში 21 აგვისტოს ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე. ბოლო წლებში ეს იყო ფაქტურად არაქართული გუნდის ჩამოსვლა საქართველოში. პირველი საერთაშორისო შეხვედრა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მოსამზადებელი პერიოდიდან გამომდინარე, უნდა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს შეხვედრა ისე წარმართული იყო, რომ ყოფილიყო მაყურებელი, კმაყოფილი და თვითონ გუნდის ხელმძღვანელობა. მე დიდ მადლობას მოახსენებ ფეხბურთელებს და მინდა მიულოცოთ მთლიანად გუნდს ეს წარმატება. დღეისათვის სულ ეს გახლავთ მეკეთილი სრულებით, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.